მანამ სანამ მუამარ კადაფი ლიბიის ძლიერ ლიდერად იქცეოდა, ის ჯერ ღარიბი ბავშვი იყო, რომელიც უდაბნოში გაიზარდა. მისი დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, რადგან მის ოჯახს დაბადების ჩანაწერი არ ჰქონდა. უმეტესობა ჩანაწერების ამბობს, რომ ის დაახლოებით 1942 წელს დაიბადა, სირტეს მახლობლად. მისი სრული სახელი იყო მუამარ მოჰამედ აბუ მინიარ ალ-კადაფი. მისი ოჯახი კადაფას პატარა ბედუინთა ტომს ეკუთვნოდა. მამამისი თხებსა და აკლემებს უვლიდა. მიუხედავად იმისა, რომ მათი ცხოვრება უბრალო იყო, ისინი შორს იყვნენ თანამედროვე ქალაქებისა და მთავრობის სერვისებისგან. მაგრამ მიწის ისტორია, სადაც ის გაიზარდა, მშვიდი არ ყოფილა. მის დაბადებამდე დიდი ხნით ადრე, ლიბიას დიდი ხნის განმავლობაში უცხოური ძალები ეცილებოდნენ. 1911 წელს, როდესაც ეს ტერიტორია ჯერ კიდევ დასუსტებული ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო, იტალია მასზე თავდასხმა განახორციელა. იტალიამ სწრაფად დაიკავა რამდენიმე სანაპირო ქალაქი, მაგრამ უდაბნოში და მთებში ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდა. ბევრი ლიბიელი უარს ამბობდა დამორჩილებას. როდესაც ბენიტო მუსოლინი იტალიის მმართველი გახდა, ოკუპაცია კიდევ უფრო სასტიკი გახდა. იტალიის სამხედროებმა გამოიყენეს თვითმფრინავები, ჯავშანტექნიკა, ჭაბურღილოების მასობრივი განადგურება და ირუტყვის დახოცვა. ამ ქმედებების მიზანი იყო წინააღმდეგობისთვის საკვების, წყლისა და დახმარების წყაროების მოჭრა. ათასობით ოჯახი იძულებით გადაასახლეს საკონცენტრაციო ბანაკებში. ბევრი მათგანი შიმშილისგან, დაავადებებისა და სუფთა წყლის ნაკლებობისგან დაიღუპა. იტალიამ კიდევ ააშენა გრძელი ეკლიანი მაუთულის ბარიერი ლიბიაში, რათა შეეჩერებინა ეგვიპტიდან მომავალი მარაგების შემოსვლა. მოყოლილი ამბების მიხედვით, მუამარ კადაფის მამაც იმ ლიბიელებს შორის იყო, ვინც იტალიის ოკუპაციას ებრძოდა. ამიტომ, როცა ის იზრდებოდა, ხშირად ესმოდა ისტორიები ოკუპაციის, მიწის დაკარგვისა და ლიბიელების მიმართ სისასტიკის შესახებ. ამ ყველაფერმა დიდი გავლენა მოახდინა მის სოფომხედველობაზე. ახალგაზრდა კადაფისთვის კოლონიზაცია მხოლოდ ძველი ისტორია არ იყო, ეს მისი ოჯახის გამოცდილების ნაწილიც იყო. საკვები ამოიცურა. იტალია ბატონობდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მაგრამ ლიბია მაშინვე არ გამხდარა თავისუფალი. ლიბიის სამი რეგიონი ტრიპოლიტანია და სირენაიკა ბრიტანეთის ადმინისტრაციის ქვეშ აღმოჩნდა, ხოლო ფეზანი საფრანგეთის მმართველობის ქვეშ იყო. ამიტომ გაჩნდა დებატი, ისევ გაიყოფოდა თუ არა ლიბია, თუ გახდებოდა დამოუკიდებელი ქვეყანა. 1959 წლის 21 ნოემბერს გაერთიანებულმა ერებმა გადაწყვიტა, რომ ლიბია უნდა გამხდარიყო დამოუკიდებელი. 1959 წლის 1 იანვრამდე. 1951 წლის 24 დეკემბერს ოფიციალურად დაარსდა ლიბიის გაერთიანებული სამეფო. ქვეყნის პირველ მეფედ აირჩიეს იდრის ალ-სინუსი. სამი მთავარი რეგიონი გაერთიანდა მონარქიის ქვეშ. ტრიპოლიტანია დასავლეთში, სირენაიკა აღმოსავლეთში და ფეზანი სამხრეთში. მაგრამ ახალი ქვეყნის პირველი წლები რთული იყო. იმ დროს ლიბია ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყანად ითვლებოდა. სკოლები, საავადმყოფოები, გზები და სამუშაო ადგილები ძალიან ცოტა იყო. მთავრობა ასევე ეყრდნობოდა დახმარებას შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოსგან. სამაგიეროდ მეფე იდრისმა დასავლეთის ქვეყნებს ლიბიაში სამხედრო ბაზების გამოყენების უფლება მისცა. ყველაფერი შეიცვალა 1950-იანი წლების ბოლოს, როდესაც დიდი ნავთობის მარაგები აღმოაჩინეს. ქვეყნის შემოსავალი სწრაფად გაიზარდა, გაიჩინა სახსრები გზებისთვის, შენობებისთვის, სახელმწიფო სერვისებისთვის და ახალი ბიზნესებისთვის. თუმცა სარგებელი თანაბრად არ განაწილდა, ბევრი ჩვეულებრივი ლიბიელი კვლავ ღარიბად დარჩა, მაშინ როცა ზოგიერთი ოფიციალური პირი, ბიზნესმენი და მონარქიასთან დაახლოებული ადამიანები გამდიდრდნენ. დასავლეთის ნავთობის კომპანიებსაც დიდი როლი ჰქონდათ ინდუსტრიაში. ამის გამო ბევრი ახალგაზრდა ფიქრობდა, რომ მათი მთავრობა მდიდარი ადამიანებისა და უცხო ქვეყნების კონტროლქვეშ იყო. ამ ახალგაზრდებიდან ერთ-ერთი იყო კადაფი. ის მუსლიმანურ დაწყებით სკოლაში სწავლობდა. რადგან მისი ოჯახის სახლი შორს იყო, ზოგიერთი ცნობით, ის მეჩეთთან ახლოს იძინებდა, როცა გაკვეთილები ჰქონდა და მხოლოდ შაბათ-კვირას ბრუნდებოდა უდაბნოში. მისი ცხოვრება სკოლაში ყოველთვის მარტივი არ ყოფილა. მისი ბედუინის წარმომავლობა შესამჩნევი იყო და ამბობენ, რომ ზოგი ბავშვი მას ამცირებდა, რადგან ის ღარიბი და სოფლის ოჯახიდან იყო. თავისი წარმომავლობის ვცველოდა კი არა, პირიქით ამაყობდა კიდეც მისთვის უდაბნოში უბრალო ცხოვრება ნამდვილი ლიბიის სიმბოლო იყო. ეს სრულიად განსხვავდებოდა ოფიციალური პირების ფუფუნებისგან და დასავლური ქვეყნების გავლენისგან. სწავლის პერიოდში მას პოლიტიკისადმი ინტერესი გაუჩნდა. მისი ყველაზე დიდი შთაგონების წყარო იყო გამალ აბდელ ნასერი, ეგვიპტიდან. 1952 წელს ნასერმა ხელი შეუწყო მეფე ფარუკის გადაყენებას. მან აჩვენა, რომ ახალგაზრდა სამხედრო ოფიცრებს შეუძლიათ დაამხონ მონარქია, რომელსაც ისინი კორუმპირებულად და უცხოეთისადმი მორჩილად მიიჩნევენ. ნასერი ასევე იბრძოდა არაბული ნაციონალიზმისთვის. ეს არის იდეა, რომ არაბულმა ქვეყნებმა უნდა ითანამშრომლონ და გაერთიანდნენ, რათა ძლიერი იყვნენ კოლონიზაციისა და უცხოური კონტროლის წინააღმდეგ.
გადაფი ხშირად უსმენდა გამოსვლებსა და რადიო გადაცემებს კაიროდან. მისთვის ნასერი იყო მტკიცებულება იმისა, რომ ახალგაზრდა ოფიცერს შეუძლია მთელი ქვეყნის მიმართულების შეცვლა. განსაკუთრებით გაძლიერდა ბევრი არაბის რისხვა, მას შემდეგ რაც ისრაელმა დაამარცხა ეგვიპტე, იორდანია და სირია 6 დღიან ომში 1967 წლის ივნისში. ბევრი ახალგაზრდისთვის ეს მხოლოდ სამხედრო დამარცხება არ იყო. ეს ასევე იყო მტკიცებულება იმისა, რომ არაბული მთავრობები სუსტები, დაყოფილები და მოუმზადებლები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ლიბია ნავთობის გამო განაგრძობდა გამდიდრებას, საზოგადოებრივი ნდობა მეფე იდრისის მიმართ მაინც სუსტი რჩებოდა. გადაფის აზრით პრობლემა ნათელი იყო. ქვეყანა მდიდარია, მაგრამ ეს სიმდიდრე ყველას არ ეხება. ლიბია ქაღალდზე თავისუფალია, მაგრამ დასავლეთის გავლენა მაინც ძლიერია. ქვეყანას თავისი მეფე ყავს, მაგრამ ბევრი ახალგაზრდისთვის მისი მთავრობა მოძველებული და ნელია. უდაბნოში ცხოველების ახალგაზრდა მწყემსიდან გადაფის თანდათან ჩამოუყალიბდა საშიში ოცნება. მას უნდოდა ნასერის გზას გაჰყოლოდა. ამის გასაკეთებლად ჯერ უნდა შესულიყო ისეთ ინსტიტუტში, რომელსაც ძალა ჰქონდა ხელისუფლების დასამხობად. ეს იყო არმია, მეფის არმია. თუმცა, რადგან ნასერი გადაფის კუმირი იყო, საბაჰში სწავლისას ის სტუდენტურ პროტესტებს შეუერთდა და დაიწყო თანამოაზრე თანაკლასელების გადაბირება. მათ შექმნეს პატარა საიდუმლო ჯგუფი. ისინი საუბრობდნენ არაბთა ერთობაზე, უცხოური გავლენისგან თავისუფლებაზე და იმაზე თუ როგორ დაემხოთ მეფე იდრისის მონარქია. ისინი ჯერ კიდევ ნამდვილი რევოლუციური არმია არ იყვნენ. ისინი უბრალოდ სტუდენტები იყვნენ დიდი გეგმებით, მაგრამ ეს უკვე თავიდანვე შესამჩნევი იყო. გადაფის ლიდერობის, დარწმუნების და ბრძანების უნარი. 1961 წელს მან უხელმძღვანელა პროტესტს, მას შემდეგ რაც სირია გამოეღო გაერთიანებულ არაბთა რესპუბლიკას. მისი გამოსვლისას მან მხარი დაუჭირა ნასერს და გააკრიტიკა ბრიტანული და ამერიკული სამხედრო ბაზების არსეობა ლიბიაში. ამის გამო სკოლიდან გააძევეს და საკუთარ რეგიონში სწავლა აუკრძალეს. მან მიატოვა თავისი რეგიონი და გადავიდა მისრატაში, რათა დაესრულებინა სწავლა. მან აღშეწყვიტა პოლიტიკური აქტივობა. პირიქით, მან გააფართოვა თავისი ქსელი სხვადასხვა ქალაქში. მან დაყო წევრები პატარა საიდუმლო ჯგუფებად. ასე ერთი ჯგუფი არ იცოდა ყველაფერს, რასაც ხვები აკეთებდნენ. თუ ვინმეს დააკავებდნენ, მთელი მოძრაობის გამჟღავნება უფრო რთული იყო. როდესაც ჯგუფი იზრდებოდა, გადაფიმ გაიგო, რომ პროტესტები საკმარისი არ იყო. მონარქია აკონტროლებდა მთავრობას, მაგრამ სამხედროებს ჰქონდათ იარაღი და უნარი, ეს დაემხოთ. ამიტომაც 1960-იანი წლების დასაწყისში გადაფიმ გადაწყვიტა ბენღაზის სამეფო სამხედრო აკადემიაში შესვა თავისი ყველაზე ახლო თანამოაზრეებთან ერთად. იქ მათ დაიწყეს თავისუფალი გაერთიანების ოფიცერთა მოძრაობის შექმნა, რომელიც საშკარად ნასერის თავისუფალი ოფიცრების მაგალითზე იყო შექმნილი ეგვიპტეში. ჯგუფის მიზანი იყო ახალგაზრდა ჯარისკაცების რეკრუტირება, რომლებიც აღშფოთებულნი იყვნენ კორუფციით, უცხოელი სამხედროების ყოფნით და მეფე იდრისის ნელი მმართველობით. მათგან უმეტესობას მაღალი წოდება არ ჰქონდა, მაგრამ ეს უპირატესობა იყო, რადგან უფროს ოფიცრებს ისინი დიდად არ ეჩვეობდათ. გადაფის ახლოცრეში იყვნენ აბდუსნა აბდესალამ ჯალაუდი, მუსტაფა ქარობი და აბუბაქრ იუნის ჯაბრი. შემდგომში ისინი გახდებიან მისი მთავრობის მნიშვნელოვანი ოფიციალური პირები. ისინი ფარულად იკრიბებოდნენ არდადეგებზე და უსაფრთხო ადგილებში. ისინი ნელ-მელა ათავსებდნენ თავიანთ მხარდამჭერებს საკომუნიკაციო ერთეულებში, სამხედრო ბანაკებში და შეიარაღებული ძალების სხვა მნიშვნელოვან ნაწილებში. კომუნიკაციები მნიშვნელოვანია, რადგან გადატრიალების დროს საჭიროა სწრაფად კონტროლი რადიოს, ტელეფონებისა და სამხედროებისთვის გაგზავნილ ბრძანებებზე. გადაფიმ სამხედრო აკადემია 1990 წელს დაამთავრა. ის ასევე გაემგზავრა გაერთიანებულ სამეფოში მოკლე კომუნიკაციების ტრენინგისთვის, მაგრამ ამან მისი შეხედულება არ შეცვალა. მისი ძლიერი წინააღმდეგობა ბრიტანეთსა და დასავლური გავლენის მიმართ ლიბიაში დარჩა უცვლელი. 1969 წლისთვის ჯგუფი მზად იყო. რამდენჯერმე დაგეგმეს გადატრიალება, მაგრამ გადადეს სიტუაციის ცვლილებისა და გაჟონვის საფრთხის გამო. უკვე იყვნენ ოფიცრები, რომლებმაც მოისმინეს შესაძლო შეთქმულების შესახებ და დაიწყეს გამოძიება, ასევე დააკვირდნენ გადაფის. მაგრამ უფროსი სამხედრო ლიდერები მათ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ. მათთვის ეს ჯგუფი ძალიან ახალგაზრდა, დაბალი წოდების იყო და საკმარისი ძალა არ ჰქონდა მონარქიის დასამხობად. ისინი შეცდნენ, როდესაც მეფე იდრისი ქვეყანაში არ იმყოფებოდა და მკურნალობას გადიოდა უცხოეთში, თავისუფალმა ოფიცრებმა შესაძლებლობა დაინახეს. 1969 წლის 1 სექტემბრის გამთენიისას ახალგაზრდა ოფიცრები მოქმედებაში გადავიდნენ. მათ დაიკავეს სამხედრო შტაბ-ბინა, აეროპორტები, პოლიციის სადგურები, სამთავრობო ოფისები და ძირითადი საკომუნიკაციო ცენტრები ტრიპოლსა და ბენგაზიში. ოპერაცია სრულყოფილი არ ყოფილა. ზოგიერთი ნაწილი დაგვიანდა, ზოგიერთი ობიექტი მაშინვე ვერ აიღეს კონტროლზე და რამდენიმე ოფიცერმა შეძლო დაპატიმრებას თავი აერიდებინა, მაგრამ მონარქია სუსტი და გახლეჩილი იყო. თითქმის არ არსებობდა ორგანიზებული წინააღმდეგობა.
მხოლოდ რამდენიმე საათში მეფე იდრისის მთავრობა დაემხო თითქმის ყოველგვარი დიდი ბრძოლის გარეშე. გადატრიალება ჩვეულებრივ უსისხლოს უწოდებენ, რადგან ფართომასშტაბიანი შეტაკებები არ ყოფილა ან არ დაფიქსირებულა ამასთან დაკავშირებული მსხვერპლის დიდი რაოდენობა. იდრისმა დახმარება ითხოვა თავისი დასავლელი მოკავშირეებისგან, მაგრამ სამხედრო ჩარევა არ განხორციელებულა. მეორე დღეს ლიბიელებმა რადიოში მოისმინეს ახალდაზრდა ოფიცრის ხმა, რომელსაც ქვეყანა თითქმის არ იცნობდა. დადაფიმ გამოაცხადა, რომ მონარქია დასრულდა და ლიბიის არაბული რესპუბლიკა დაიბადა. მან დაპირდა თავისუფლებას, არაბულ ერთობას, სოციალურ სამართლიანობას და სიმდიდრის თანაბარ განაწილებას. მაშინ ის მხოლოდ 27 წლის იყო. ახალგაზრდა ბედუინი, რომელიც ადრე უსმენდა ნასერის სიტყვებს, საბოლოოდ მიაღწია თავის დიდ ხანგრძლივ ოცნებას. მან მეფეს სწრაფად და თითქმის გასროლის გარეშე გააძევა. მაგრამ მონარქიის დამხობა იყო მარტივი ნაწილი. უფრო დიდი კითხვა ის არის, როგორი ქვეყნის აშენებას აპირებს ის და რამდენად შორს არის მზად წავიდეს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. მას შემდეგ, რაც მონარქია დაემხო, ბევრ ლიბიელს ახალი მთავრობა გაუხარდა. ახალი ლიდერები ახალგაზრდები იყვნენ. ისინი ჩვეულებრივი ოჯახებიდან იყვნენ და დაპირდნენ ხალხს, რომ კორუფციას და დასავლური ქვეყნების კონტროლს მოაშორებდნენ. მაგრამ დიდი პრობლემა იყო. მათ არ ჰქონდათ საკმარისი გამოცდილება მთელი ქვეყნის მართვაში. გადაფი მიცოდა, რომ შეიძლება მალე კონტრპუჩი მომხდარიყო. ამიტომ მან დახმარებას თხოვა გამალ აბდელ ნასერს, ეგვიპტის ლიდერს, რომელსაც დიდი ხანია დიდ პატივს სცემდა. ეგვიპტემ ახალი მთავრობის დასახმარებლად მრჩევლები და სამხედრო ოფიცრები გაგზავნა. ამასთან ერთად გადაფიმ სწრაფად ჩამოიშორა ყველა, ვინც შეიძლება წინააღმდეგობა გაეწია. დაპატიმრებული იქნა სამეფო ოჯახის რამდენიმე წევრი, ყოფილი ოფიციალური პირები, სამხედრო მეთაურები და პოლიტიკოსები. ბევრი საჯაროდ გაასამართლეს, რათა ეჩვენებინათ, რომ ძველი სისტემა დასრულდა. ადგილობრივი ოფიციალური პირებიც რევოლუციისადმი ერთგული ადამიანებით შეცვალეს. ზოგიერთი ტომის ლიდერის ძალაუფლება შეამცირეს და ცენტრალური მთავრობის კონტროლი გააძლიერეს. გადაფიმ აიღო პოლკოვნიკის წოდება და გახდა ყველაზე გავლენიანი ადამიანი სამხედროებში. შეიქმნა სამოქალაქო მთავრობა, მაგრამ ნამდვილი გადაწყვეტილებები რჩებოდა რევოლუციური სარდლობის საბჭოს ხელში, რომელსაც ის აკონტროლებდა. ეს არ მოეწონა მის ყოფილ თანამოაზრეებს. ჯგუფის პირველი დაპირება იყო, რომ მმართველობას ხალხს გადასცემდნენ, მას შემდეგ რაც მეფეს გადააყენებდნენ. მაგრამ დროის გასვლასთან ერთად აშკარა გახდა, რომ გადაფი არ აპირებდა ძალაუფლების სწრაფად დათმობას. 1979 წლის დეკემბერში რამდენიმე ოფიციალურმა პირმა სცადა ახალი მთავრობის დამხობა. გეგმა ჩავარდა და გადაფი კიდევ უფრო გამკაცრდა შესაძლო მოწინააღმდეგეების მიმართ. მისი ძალაუფლების გაძლიერებასთან ერთად მან სწრაფად გააქრო დასავლეთის სამხედროების დარჩენილი ყოფნა ლიბიაში. ბრიტანეთის ძალები 1970 წლის მარტში გავიდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ ამერიკელებიც გავიდნენ ვილოუსის ავიაბაზიდან. ბევრი ლიბიელისთვის ეს დიდი გამარჯვება იყო. სამხედრო ბაზებს ისინი დიდი ხნის განმავლობაში აღიქვამდნენ როგორც სიმბოლოს იმისა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ქაღალდზე თავისუფალია, უცხოელებს მაინც ძლიერი კონტროლი აქვთ. მთავრობამ ასევე გააძევა ათასობით იტალიელი კოლონისტი და ჩამოართვა მათ ბევრი ქონება. მუამარ კადაფი ამას იმ მიცებისა და სიმდიდრის დაბრუნებად მიიჩნევდა, რომელიც იტალიის ოკუპაციის დროს წაართვეს. ლიბიის ებრაული საზოგადოების უმეტესობა უკვე წავიდა მას შემდეგ, რაც 1967 წლის 6 დღიანი ომის შემდეგ ძალადობა დაიწყო. ახალი რეჟიმის პირობებში დარჩენილი ებრაული ქონებაც ჩამოერთვათ და ყოფილი საზოგადოება საბოლოოდ გაქრა. გადაფის სამიზნე მხოლოდ სამხედროები და უცხოელი მაცხოვრებლები არ იყვნენ. მან თანდათან გააფართოვა სახელმწიფოს კონტროლი ეკონომიკაზეც. ლიბიამ აიძულა უცხოური ნავთობის კომპანიები, რომ შემოსავლისა და კონტროლის უფრო დიდი წილი მთავრობას გადაეცა. ზოგი კომპანია და ბანკი სახელმწიფომ ან მთლიანად ჩაიგდო ხელში, ან უფრო მკაცრი სახელმწიფო კონტროლი დააწესა. რადგან ნავთობი ქვეყნის მთავარი შემოსავლის წყარო იყო, დადაფიმ დიდი ფინანსური რესურსი მიიღო თავისი პროგრამებისა და პოლიტიკური გეგმებისთვის. მას ასევე სურდა მოეშორებინა ყველაფერი, რასაც დასავლური კულტურის სიმბოლოდ მიიჩნევდა. აკრძალეს ალკოჰოლი, დახურეს ბევრი ღამის კლუბი და კაზინო, მთავრობამ კიდევ უფრო მეტად გაამახვილა ყურადღება ისლამზე, კანონებში, განათლებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ბევრი ლიბიელი უჭერდა მხარს ამ ნაბიჯებს, რადგან მათ ჯერ კიდევ კარგად ახსოვდათ კოლონიური მმართველობის ხანგრძლივი ისტორია. მაგრამ მაშინ, როცა კადაფი ანგრევდა ძველ სისტემას, მან არ შექმნა თავისუფალი დემოკრატია. აკრძალული იყო პოლიტიკური პარტიები და ორგანიზაციები, რომლებიც არ იყო მთავრობის კონტროლის ქვეშ. კანონი ნომერი 1972 წლის კანონი ნომერი 71-ის მიხედვით შეიძლებოდა მკაცრად დასჯილიყვნენ. და ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილი ემუქრებოდათ იმ ადამიანებს, რომლებიც ქმნიდნენ ან უერთდებოდნენ რევოლუციის იდეოლოგიის წინააღმდეგ პოლიტიკურ ჯგუფებს. ასევე შეიზღუდა დამოუკიდებელი პროფკავშირები.
რამდენიმე გაზეთი დახურეს, ხოლო დარჩენილებს მკაცრად აკონტროლებდნენ. მედიას არ ჰქონდა უფლება თავისუფლად გაეკრიტიკებინა მუამარ კადაფი ან მისი მმართველობა. მოკლედ, რო ვთქვათ, რევოლუციამ, რომელმაც ლიბიის გათავისუფლებას დაპირდა ხალხს, სწრაფადვე შექმნა ახალი სისტემა, რომელიც ასევე არაძლევდა ნამდვილი ოპოზიციის არსებობის საშუალებას. მუამარ კადაფის საკუთარ ჯგუფშიც გაჩნდა დაძაბულობა. მას ჰყავდა თანამოაზრეები, რომლებიც უფრო მკაფიო ინსტიტუტებსა და კოლექტიურ ხელმძღვანელობას ითხოვდნენ. მაგრამ ის ხშირად განიხილავდა წინააღმდეგობას, როგორც რევოლუციის ღალატს. მან თანდათანობით ჩამოაშორა ძალაუფლებას ძველი თანამოაზრეები და მნიშვნელოვანი თანამდებობები მისცა მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც ბოლომდე ენდობოდა. მაგრამ კადაფი მაინც უკმაყოფილო იყო, მისთვის საკმარისი არ იყო მეფის გადახენება და საულური ბაზების დახურვა. მას სურდა შეეცვალა თვითონ ლიბიელების აზროვნება და ყოველდღიური ცხოვრება. 1972 წელს მან დაიმუქრა, რომ გადადგებოდა, რადგან გრძნობდა, რომ ცვლილებები ნელა მიმდინარეობდა და ხალხი სულად არ მისდევდა მის ხედვას. ზოგიერთი რევოლუციური სარდლობის საბჭოში ფიქრობდა, რომ ეს იყო შესაძლებლობა მიეღოთ მისი გადადგომა, მაგრამ როცა უთხრეს, რომ თანახმა იყვნენ, კადაფი გაბრაზდა. მან დაჟინებით განაცხადა, რომ საბჭოს არ ჰქონდა უფლება გადაწყვეტილების მიღებაზე, რადგან ისინი ხალხის მიერ არჩეული არ იყვნენ. თქვა, რომ პირდაპირ ხალხს მიმართავდა. 1973 წლის აპრილში ზუარას ქალაქში ბევრი ადამიანი შეიკრიბა, რათა მოესმინათ მისი მოსალოდნელი გადადგომა. მაგრამ ის არ გადამდგარა. ამის ნაცვლად მან გამოაცხადა ახალი კულტურული რევოლუცია. მან მოუწოდა მთავრობის უფრო ფართო გაწმენდას და ძველი კანონების გაუქმებას. რევოლუციის მტრებზე თავდასხმა. და უფრო პირდაპირი კონტროლი საზოგადოებაზე. იმ მხრიდან ის აღარ იყო მხოლოდ სამხედრო გადატრიალების ლიდერი. მან საკუთარი თავი მთელი პოლიტიკური სისტემის ცენტრად აქცია და დაიწყო მისი ხანგრძლივი მმართველობის უფრო პირადი და უფრო მკაცრი ეტაპი. კადაფის კულტურული რევოლუციის დროს მან პირობა დადო, რომ თავად ჩვეულებრივი მოქალაქეები მართავდნენ ლიბიას. მას შექმნა ადგილობრივი კომიტეტები ქალაქებში, სკოლებში, ოფისებსა და სამუშაო ადგილებზე. მათ უნდა მიეღოთ გადაწყვეტილებები და გაეთავისუფლებინათ თანამდებობებიდან ძველი სისტემის წარმომადგენლები. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ხალხი უფრო თავისუფალი გამხდარიყო, მთავრობის კონტროლი კიდევ უფრო გაიზარდა. ბევრი მერი, სკოლის ადმინისტრატორი და ადგილობრივი ლიდერი შეიცვალა. დააპატიმრეს ასევე ისინი, ვინც რევოლუციის წინააღმდეგ იყო ეჭვმიტანილი, რადგან წესები ბუნდოვანი იყო, ზოგი ადამიანი მხოლოდ პირადი კონფლიქტის ან მოწინააღმდეგის საჩივრის გამო დაადანაშაულეს. უნივერსიტეტებში ბრძანება გაიცა, რომ წიგნები, რომლებიც რეჟიმის აზრით არაბულ ნაციონალიზმს, ისლამს, სოციალიზმსა და რევოლუციას ეწინააღმდეგებოდა, უნდა ამოეყოთ. კადაფიმ შექმნა დიდი მილიცია, რომელიც მისი მთავრობის მხარდამჭერებისგან შედგებოდა. ფორმალურად მათი მოვალეობა იყო რევოლუციის დაცვა. ფაქტობრივად კი ისინი დამატებით ძალას წარმოადგენდნენ, რომელსაც შესაძლო მტრების წინააღმდეგ გამოიყენებდნენ. ამასთან ერთად კადაფიმ გამოაქვეყნა საკუთარი პოლიტიკური იდეოლოგია, რომელსაც მესამე უნივერსალური თეორია უწოდა. მისი აზრით, როგორც კაპიტალიზმი, ასევე კომუნიზმი მცდარია. მისი თქმით, კაპიტალიზმში ზედმეტი ძალაუფლება მდიდარ ადამიანებსა და ბიზნესებს უგროვდებათ. კომუნიზმში კი სახელმწიფოს ზედმეტად აქვს მოქალაქეების ცხოვრების კონტროლი. მისი პასუხი იყო სისტემა, რომელიც აერთიანებს არაბულ ნაციონალიზმს, სოციალიზმს და მის საკუთარ ინტერპრეტაციას ისლამის შესახებ. შემდეგში მან ეს იდეები ჩამოაყალიბა წიგნში მწვანე წიგნი, რომელიც პირველად 1975 წელს გამოიცა. კადაფის თქმით, პარლამენტი და პოლიტიკური პარტიები ნამდვილი დემოკრატია არ არის, რადგან მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იღებს გადაწყვეტილებებს ყველასთვის. ამის ნაცვლად მას სურდა ქვეყნის დაყოფა პატარა სახალხო კონგრესებად და კომიტეტებად, სადაც თითოეული მოქალაქე უშუალოდ მიიღებდა მონაწილეობას. წიგნში ასევე განიხილება ეკონომიკა და საზოგადოება, ის ეწინააღმდეგებოდა სისტემას, სადაც ერთი ადამიანის სხვების შრომით იღებს შემოსავალს. ის ასევე თვლიდა, რომ ოჯახი მნიშვნელოვანია, მაგრამ მან ქალები და მამაკაცები სხვადასხვა ტრადიციულ როლებში დააყენა. მისი მხარდამჭერებისთვის ეს მმართველობის ახალი გზა იყო. მაგრამ კრიტიკოსებისთვის მისი იდეები არეულიცაა და ორიგინალურიც არა. ყველაზე მეტად კი ეს ეწინააღმდეგება იმას, რაც რეალურად ხდება ლიბიაში. მიუხედავად იმისა, რომ ამბობს ხალხმა უნდა მართოს, მათ არ აქვს თავისუფლება შექმნან საკუთარი პარტია, თავისუფალი მედია ან ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლს არ ექვემდებარება. მწვანე წიგნი გამოიყენეს სისტემის საფუძვლად, მაგრამ ნამდვილი ძალაუფლება დარჩა კადაფისა და მისი ხალხის ხელში. ძველი რევოლუციური ორგანიზაციების ჯგუფში დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა. ზოგიერთი მისი ყოფილი თანამოაზრე BTU-ში გადავიდა. 1975 წელს ზოგიერთი ოფიციალური პირით შეეცადა ახალი გადატრიალების დაგეგმას. გეგმა გამოავლინეს, სანამ განხორციელდებოდა.
ამის შემდეგ კადაფიმ კიდევ უფრო მეტად ჩამოაშორა ხელისუფლებას ის ადამიანები, ვისაც ბოლომდე არ ენდობოდა. 1967 წლის 2 მარტს მან გამოაცხადა ახალი სისტემა, რომელსაც ჯამაჰირია, ანუ მასების სახელმწიფო უწოდა. ქვეყნის ოფიციალური სახელი შეიცვალა და ლიბიამ გამოიყენა უბრალო მწვანე დროშა. ფორმალურად აღარ არსებობდა ჩვეულებრივი პრეზიდენტი, პარლამენტი ან პოლიტიკური პარტია. ამბობდნენ, რომ გადაწყვეტილებებს ადგილობრივი ხალხის კონგრესები იღებდნენ და მათი გადაწყვეტილებები გადაეცემოდა უფრო მაღალ კონგრესს. თუმცა, ბევრი ლიბიელის მონაწილეობა სუსტი იყო, ასევე არ იყო ნათელი, ვის ეკისრებოდა პასუხისგებლობა თითოეულ პრობლემაზე. მთავრობა კიდევ უფრო აირია, კორუფცია გაიზარდა და უფრო რთული გახდა იმის გარკვევა, ვინ უნდა ააგოს პასუხი. ამასობაში სახელმწიფომ გააფართოვა კონტროლი ქონებასა და ბიზნესზე. შეზღუდეს მიწის საკუთრება და შემოიღეს პოლიტიკა, რომელიც ეფუძნებოდა კადაფის ეკონომიკურ იდეებს. მიუხედავად იმისა, რომ ამბობდა ძალაუფლება ხალხის ხელშია, სკოლებსა და უნივერსიტეტებში შიში იზრდებოდა. რამდენიმე სტუდენტი მისი სისტემის წინააღმდეგ გამოვიდა. როგორც კადაფი თავის ახალგაზრდობაში, მათაც მოითხოვეს ცვლილებები, მაგრამ მან არ მოусმინა მათ. ბევრი დააპატიმრეს და სტუდენტები და სხვა რეჟიმის მოწინააღმდეგეები საჯაროდ ჩამოახრჩვეს. ზოგიერთი სიკვდილით დასჯა ჩატარდა ან საჯაროდ აჩვენეს, რათა შეეშინებინათ ისინი, ვინც წინააღმდეგობის გაწევას აპირებდა. Human Rights Watch-ის მიხედვით სტუდენტების, სამხედრო ოფიცრებისა და პოლიტიკური დისიდენტების საჯარო სიკვდილით დასჯა მისი მმართველობის ნაწილად იქცა. შემდეგ კადაფიმ შექმნა სისტემა, რომელმაც კიდევ უფრო გაამყარა მისი პოზიცია. 1969 წელს მან ოფიციალურად დატოვა რამდენიმე სამთავრობო პოზიცია და საკუთარ თავს უწოდა რევოლუციის ლიდერი ან ძმა ლიდერი. როგორც ჩანს, მას აღარ ჰქონდა პირდაპირ ოფიციალური თანამდებობა, მაგრამ რეალურად ის მაინც ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო ლიბიაში. ოფიციალური მთავრობა მართავდა ყოველდღიურ საქმიანობას, მაგრამ მუამარ კადაფი და მისი პატარა შიდა წრე იღებდნენ საბოლოო გადაწყვეტილებას მნიშვნელოვან საკითხებზე. მან ასევე გააძლიერა რევოლუციური კომიტეტები. ეს ჯგუფები უნივერსიტეტებში გაჩნდნენ, სადაც ისინი ეძებდნენ მასწავლებლებსა და სტუდენტებს, რომლებზეც ეჭვობდნენ, რომ რეჟიმის წინააღმდეგ იყვნენ. შემდგომში ისინი შევიდნენ სამთავრობო ოფისებში, სამუშაო ადგილებზე, მედიასა და ადგილობრივ კონგრესებში. ისინი მხოლოდ რევოლუციას არ ხსნიდნენ. ისინი ასევე აკვირდებოდნენ ხალხს, ეძებდნენ დრებს და ერეოდნენ ოფიციალური პირების არჩევაში. იმისათვის, რომ მათ არ შეექმნათ საკუთარი ძალა, რომელიც მას შეეწინააღმდეგებოდა, კადაფი მათი მართვა ცენტრალური ოფისის ქვეშ მოაქცია, რომელსაც აკონტროლებდნენ მისი ერთგული მხარდამჭერები, ნათესავები და მისი ტომის წევრები. ყველა მნიშვნელოვანი კომუნიკაცია უნდა გაევლო ცენტრში. ამ გზით მან გამოიყენა რევოლუციური ჯგუფები მტრების წინააღმდეგ, მაგრამ ასევე აღკვეთა მის წინააღმდეგ გადატრიალების დაგეგმვა. მან ასევე მკაცრად აკონტროლა მედია, არც ერთ ჟურნალისტს ან მაუწყებელს არ შეეძლო ზედმეტად გამხდარიყო ცნობილი, ან ქონოდა საკუთარი ხმა. სიახლეები, განათლება და საჯარო გზავნილები უნდა დამორჩილებოდა სახელმწიფოს იდეოლოგიას. 1980 წლისთვის რევოლუციის სავარაუდო მტრების წინააღმდეგ ოპერაციები ფართოდ იყო გავრცელებული. ათასობით ადამიანი დააპატიმრეს და ბევრ ადამიანს ოცნებები დაემსხვრა. ოჯახის წევრებსაც კი ეშინოდათ საუბრის, თუნდაც საკუთარ სახლში. სისტემა, რომელიც ხალხის პირდაპირ მმართველობად იყო გამოცხადებული, სრულიად საპირისპიროდ გადაიქცა. კადაფი არ ატარებდა გვირგვინს და არ ჰქონდა პრეზიდენტის ტიტული. მაგრამ მას ხელში ეჭირა სამხედრო ძალა, პოლიტიკური სისტემა, მედია და საზოგადოებაზე მეთვალყურე ჯგუფები. ქაღალდზე ლიბია მასების სახელმწიფოა. რეალურ ცხოვრებაში კი მთელი ქვეყანა ერთი ადამიანის გარშემო ტრიალებდა. 1980-იან წლებში ლიბიაში თითქმის აღარ არსებობდა თავისუფალი ოპოზიცია. მედია, სამხედრო ძალა, სკოლები და სამთავრობო ოფისები მკაცრად კონტროლდებოდა. ბევრი ეჭვმიტანილი მოწინააღმდეგე დააპატიმრეს, საჯარო სიკვდილით დასჯები და ტელევიზიით ნაჩვენები აღიარებები ხალხის დასაშინებლად გამოიყენებოდა. ამასთან ერთად ეკონომიკა დასუსტა, სახელმწიფომ მრავალი ბიზნესი, სამუშაო ადგილი, მაღაზია, მიწა და სერვისი გააკონტროლა. ბევრი ლიბიელი ხელფასზე, საცხოვრებელზე, ჯანდაცვაზე და სხვა საჭიროებებზე მთავრობის იმედზე იყო. ზოგიერთი სერვისი უფასო იყო, მაგრამ ფართოდ იყო გავრცელებული კორუფცია, პროდუქციის დეფიციტი, სუსტი მმართველობა და ნავთობის ფულის პლანკვა. კადაფიმ დიდი თანხა დახარჯა იარაღსა და საგარეო კონფლიქტებზე. მას სურდა გამხდარიყო არაბული სამყაროს მთავარი ლიდერი, მას შემდეგ რაც გამალ აბდელ ნასერი 1970 წელს გარდაიცვალა. რამდენჯერმე სცადა ლიბიის გაერთიანება ეგვიპტესთან, სირიასთან, ტუნისთან და სხვა არაბულ ქვეყნებთან, მაგრამ გეგმები ჩავარდა, რადგან სხვა ლიდერები არ სურდათ მის დაქვემდებარებაში ყოფნა. როცა ისინი არ ეთანხმებოდნენ, ხანდახან ის მათ მოწინააღმდეგეებს უჭერდა მხარს. მის რეჟიმს ადანაშაულებდნენ შეთქმულებების, ის ამბოხებული ჯგუფებისა და შეიარაღებული მოძრაობების მხარდაჭერაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, ევროპაში და სხვა ადგილებში.
მან ფული და წვრთნა მისცა რამდენიმე პალესტინურ მებრძოლ ჯგუფს. მან ასევე დაუჭირა მხარი ისეთ ლიდერებს, როგორიცაა იდი ამინი უგანდიდან და ჟან ბედელ ბოკასა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან. მაგრამ მან ასევე დახმარება გაუწია ანტიკოლონიურ და ანტიაპარტეიდულ მოძრაობებს, მათ შორის ნელსონ მანდელას აფრიკის ეროვნული კონგრესს. ამის გამო მის მიმართ დამოკიდებულება განსხვავებულია. ზოგისთვის ის დაჩაგრული ქვეყნების მხარდამჭერია, სხვებისთვის კი ის უბრალოდ ნავთობის ფულს იყენებს საკუთარი ძალაუფლების გასაფართოებლად. მისი ყველაზე დიდი სამხედრო მარცხი აფრიკაში ჩადში მოხდა. ლიბია დიდი ხნის განმავლობაში ერეოდა იქაუ სამოქალაქო ომში და იჩემებდა აუზუს ზოლს ჩადის ჩრდილოეთში. კადაფიმ გაგზავნა ბევრი ჯარისკაცი და მძიმე შეიარაღება, მაგრამ ლიბიის ძალები 1980-იანი წლების ბოლოს დამარცხდნენ. ათასობით ჯარისკაცი დაიღუპა, ისინი დაიჭრნენ, ტყვედ ჩავარდნენ ან გაიქცნენ. ამან აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლიბიას ბევრი იარაღი ჰქონდა, სამხედრო ძალას სუსტი მომზადება, სარდლობა და მორალი ჰქონდა. როდესაც ლიბიის საგარეო ოპერაციები ფართოვდებოდა, მისი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან კიდევ უფრო უარესდებოდა. 1986 წლის აპრილში, დასავლეთ ბერლინში, ღამის კლუბში აფეთქებამ მოკლა და დაჭრა ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. შეერთებულმა შტატებმა ლიბია დაადანაშაულა ამ თავდასხმის ორგანიზებაში. პასუხად ამერიკულმა ავიაციამ დაბომბა სამიზნეები ტრიპოლიში და ტელში. ეს აჩვენა მაშინაც კი 1980-იან წლებში. დაზიანდა რამდენიმე სამხედრო ობიექტი და კადაფის კომპლექსი, ასევე დაიღუპა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე. კადაფი გადარჩა, მაგრამ თავდასხმამ აჩვენა, რომ მისი სამხედრო ძალა სუსტი იყო შეერთებული შტატების პირდაპირი დარტყმის წინაშე. ამის შემდეგ ლიბიაში ცხოვრება კიდევ უფრო გაუარესდა. ნავთობის ფასმა დაიკლო, სანქციები გამკაცრდა და შემცირდა იმპორტირებული საკვები, მედიკამენტები და სხვა ძირითადი პროდუქტები. ზოგიერთ კერძო ბიზნესს კვლავ მუშაობის უფლება მისცეს. ასევე გაათავისუფლეს რამდენიმე პოლიტიკური პატიმარი. თუმცა კვლავ დარჩა მეთვალყურეობა, თვითნებური დაპატიმრებები, წამება და მძიმე სასჯელები ოპოზიციის მიმართ. 1992 წელს გაერთიანებულმა ერებმა ლიბიაზე სანქციები დააწესა. ამის მიზეზი იყო მისი უარი დაუყოვნებლივ გადაეცა ორი ეჭმიტანილი პან-ამის რეის 103-ის აფეთქებაში, რომელიც ლოკერბიში შოტლანდიაში მოხდა. იმ თავდასხმაში 260-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სანქციებმა დიდი გავლენა მოახდინა ლიბიის ეკონომიკასა და საერთაშორისო მოგზაურობაზე. თუმცა ნავთობის ვაჭრობა სრულად არ შეწყვეტილა, რადგან რამდენიმე ევროპული ქვეყანა ეწინააღმდეგებოდა ლიბიის მთავარი ინდუსტრიისთვის უფრო მკაცრ სანქციებს. ეკონომიკის დასუსტების პარალელურად კადაფიმ ასევე შეებრძოლა გადატრიალების მცდელობებსა და ისლამისტ მებრძოლებს. 1993 წელს მის წინააღმდეგ სამხედრო შეთქმულება ჩავარდა. ბევრი მონაწილე დააპატიმრეს და დასაჯეს, მათ შორის მათი ოჯახის წევრები და ტომის წევრებიც. 1990-იან წლებში ისლამისტურ ჯგუფებთან ბრძოლა კიდევ უფრო გამძაფრდა. ათასობით ადამიანი დააპატიმრეს, ხოლო ზოგიერთმა მათგანმა აღმოსავლეთ ლიბიაში სამთავრობო ძალებს შეებრძოლა. ყველაზე ბნელი მოვლენა იყო აბუსალიმის ციხის ხოცვა ჟლეტა, რომელიც 1986 წლის ივნისში მოხდა. დაახლოებით 1200 პატიმარი, როგორც ვარაუდობენ, მოკლეს. მას შემდეგ, რაც მათ საპროტესტო აქცია გამართეს ციხეში ცუდი პირობების გამო. მთავრობამ დიდი ხნის განმავლობაში დამალა მომხდარი. ბევრ ოჯახს არ უთხრეს მაშინვე, რომ მათი ნათესავები გარდაცვლილები იყვნენ. აბუსალიმის შესახებ გაბრაზება 2011 წლის აჯანყების მნიშვნელოვანი მიზეზი გახდა. მაგრამ სანამ რეჟიმი დაეცემოდა, კადაფიმ ჯერ შეცვალა თავისი საგარეო პოლიტიკა. შეერთებულ შტატებში 11 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ ლიბიამ მიაწოდა დაზვერვის ინფორმაცია ისლამისტი მებრძოლების შესახებ. 2003 წლის დეკემბერში ლიბიამ დათანხმდა ბირთვული და ქიმიური იარაღის პროგრამების დატოვებას და საერთაშორისო ინსპექტორების დაშვებას. ამის შედეგად ლიბიასა და შეერთებულ შტატებს შორის, ასევე ევროპასთან ურთიერთობები ნელ-ნელა აღდგა. მრავალი სანქცია მოიხსნა, უცხოური ინვესტიციები დაბრუნდა და მსხვილი ნავთობის კომპანიები კვლავ შეუთანხმდნენ ლიბიას. დასავლეთისთვის თითქოს კადაფი შეიცვალა, მაგრამ ქვეყნის შიგნით თითქმის არანაირი ნამდვილი პოლიტიკური რეფორმა არ განხორციელებულა. ახალი სიმდიდრის დიდი ნაწილი ოფიციალურ პირებს, ბიზნესმენებსა და მისი ოჯახის წევრებს შეხვდათ. ამასობაში უმუშევრობა კვლავ მაღალია, საჯარო სერვისები სუსტია და კორუფცია ფართოდ არის გავრცელებული. მისი ვაჟი, საიფ ალ-ისლამი, საუბრობდა რეფორმებზე და უკეთეს ცხოვრებაზე. ეკონომიკაზე, მაგრამ დაპირებები სერიოზული არ ყოფილა. კადაფის და მისი ერთგული მხარდამჭერებს არ სურდათ, რომ დაეთმოთ ძალაუფლება, რომელიც მათ 40 წელზე მეტხანს ეკავათ. 2011 წლის დასაწყისში ტუნისისა და ეგვიპტის დიდი ხნის ლიდერები დაეცნენ მასობრივი პროტესტების შედეგად. ეს იყო ნაწილი იმისა, რასაც არაბული გაზაფხული ეწოდა. 2011 წლის 15 თებერვალს ბენღაზიში დააკავეს ადვოკატი ფათიხ თერვილი. ის წარმოადგენდა აბუსალიმის ხოცვა ჟლეტის დროს დაღუპულთა ოჯახებს. ხალხი შეიკრიბა მისი გათავისუფლების მოთხოვნით და რეფორმებისკენ მოწოდებით.
როდესაც უსაფრთხოების ძალებმა ძალადობა გამოიყენეს, პროტესტი სწრაფად გადაიზარდა მთელი რეჟიმის დამხობის მოთხოვნაში. ამბოხება გავრცელდა აღმოსავლეთ ლიბიაში. ჯარისკაცები, დიპლომატები, მინისტრები და კადაფის ყოფილი მხარდამჭერები გამოიყვნენ მთავრობას. ოპოზიციამ ბენღაზიში დაარსა ეროვნული გარდამავალი საბჭო. დასავლეთში კადაფიმ დროებით შეინარჩუნა კონტროლი ტრიპოლიზე და სხვა ტერიტორიებზე. მისი ძალები ამბოხების წინააღმდეგ იყენებდნენ ტანკებს, артиლერიას, ავიაციას და ერთგულ მილიციას. მარტისთვის სამთავრობო ძალები ბენღაზის მიუახლოვდნენ. კადაფიმ გააფრთხილა, რომ თავის მტრებს დაედევნებოდა. ამიტომ ბევრ ქვეყანას შეეშინდა, რომ შვიდობიან მოსახლეობაში მასობრივი მკვლელობები მოხდებოდა. 2011 წლის 17 მარტს გაეროს უშიშროების საბჭომ დაამტკიცა ფრენის აკრძალვის ზონა და სამხედრო მოქმედებები, რათა დაეცვათ მშვიდობიანი მოსახლეობა. დაიწყო საჰაერო დარტყმები შეერთებული შტატების, საფრანგეთის, ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების მხრიდან. შემდგომში ოპერაციას ნატო ხელმძღვანელობდა, საჰაერო მხარდაჭერის წყალობით ამბოხებული გადარჩნენ, ულები გადარჩნენ და ნელ-ნელა აღიდგინეს ძალები. გრძელი ბრძოლების შემდეგ ოპოზიციამ დაიკავა მისრატა და სხვა სტრატეგიული ტერიტორიები. 2011 წლის აგვისტოში ამბოხებულთა ძალები ტრიპოლიში შევიდნენ. რეჟიმის მრავალი ნაწილი სწრაფად გაქრა. ამ დროს კადაფი და მისი ოჯახი გაიქცნენ. ის სირტეში დაიმალა. ეს იყო ერთ-ერთი ბოლო ადგილი, რომელსაც ლოიალისტური ძალები აკონტროლებდნენ. 2011 წლის 20 ოქტომბერს კადაფის კონვოიმ სცადა სირტედან გაქცევა. მას ნატოს ავიაცია დაესხა თავს. ის გადაურჩა პირველ თავდასხმას, მაგრამ მოგვიანებით ოპოზიციის მებრძოლებმა ის დააკავეს სადრენაჟე მილთან ახლოს. ის ცოცხალი იყო, როცა დააკავეს, მაგრამ არეულობის დროს მასზე იძალადეს. გარდამავალი მთავრობის განცხადებით ის სროლის დროს დაიღუპა. თუმცა ვიდეოებმა და გამოძიებამ აჩვენა, რომ შესაძლოა ის დააკავეს და შემდეგ მოკლეს. ყველაფერი ბოლომდე არ გაირკვა და უცნობია, ვინ ეს სროლა სასიკვდილო თქვია. მისი ცხედარი მისრატაში აჩვენეს, სანამ საიდუმლო ადგილას უდაბნოში დაკრძალავდნენ. ასე დასრულდა მისი 42 წლიანი მმართველობა. კადაფი თავიდან ახალგაზრდა ბედუინი იყო, რომელმაც პირობა დადო, რომ ლიბიას მონარქიისგან გაათავისუფლებდა კორუფცია და უცხოური კონტროლი. მან ნავთობის სიმდიდრე ინფრასტრუქტურის, განათლებისა და სოციალური სერვისებისთვის გამოიყენა. მაგრამ მან ასევე გააუქმა პოლიტიკური თავისუფლება, დაადუმა მედია და მოკლა ან დააპატიმრა მოწინააღმდეგეები. როცა ის წავიდა, არც ერთი ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტი არ იყო მზად მის შესაცვლელად. ამიტომ ლიბიის პრობლემები მისი სიკვდილით არ დასრულებულა. ქვეყანა დარჩა გაყოფილი, სავსე იარაღით და არ არსებობს ძლიერი სისტემა, რომელიც ყველას გააერთიანებს. საბოლოოდ მხოლოდ გადაფი არ დაეცა. მასთან ერთად დაინგრა სისტემა, რომელიც მის ძალაუფლებაზე იყო აგებული.